დღეს მოვამზადებთ ნამდვილ წალკურ ხინკალს. ჩვენ ვართ სასტუმრო კასლენში და ქალბატონო ნუნუ უნდა მოგვიყოს საინტერესო საიდუმლოს. ქალბატონო ნუნუ, აბა პირველ რიგში გითხარით რა დაგჭირდება იმისთვის, რომ მოვამზადოთ გემრიელი ნამდვილი წალკური ხინკალი. პირველ რიგში გჭირდება საქოლის ხურცი, ავატარებთ. გასმავთ ჩვეულებრივ სუნელებში. აჰა. და ეგეთი წვნიანი რატომ არის? წყალს ვამატებთ თუ? წყალს ვამატებთ, მარილის წყალს. ცომისთვის რა დაგჭირდება? იგივენაირად წყალი მარილიანი და ჩვეულებრივად ფქვილი. ამ ძალიან ადვილად გეთწება. საკმაოდ თხელი ნაჭერია ცომის. უიმე რა სასიამოვნოა. ცოტას ვადებთ ხო? ანუ ძალიან ბევრი შიგთავსი არ გვინდა. როგორც ვიცი რომ არსებობს რაღაცა ნაკეცების რაოდენობა, განსაკუთრებული რაც უნდა ჰქონდეს ხინკალს. აბა მაგაზეც მოგვიყევით. არის ნამდვილი აჭარული ხინკალი 12 ნაკეცით. და რაც უფრო მეტი ნაკეცი უფრო ჯობია თუ რაც უფრო ნაკლები ნაკეცია? ანუ უნდა შევეცადოთ რაც უფრო მეტი ნაკეცი გავაკეთოთ მაშინ. ავურიოთ კარგად ჩვენი შიგ თავსი უკვე გემრიელად გამოიყურება და დავიწყოთ შეხვევა. ესე იგი 1 2 11 მე ცოტა მეტი გამომივა. მე ლამაზი გამომივა. და მოვაჭრათ ახლა კუდი რომ თუ გავამასდეს ჩემი ხინკალი. მოვაჭრათ კუდიც რომ უფრო ლამაზი იყოს ჩემი ხინკალი. და აი ეგეთი სილამაზე გამომივიდა. მეგონა ცუდი არ არის პირველი რა ჯერისთვის. ეხლა მოვხარშეთ ჩვენი ხინკალი თან დავაგემოვნოთ და ქალბატონო ნუ ძალიან დიდი მადლობა. აწი უკვე მეგონი სახშიც მოვამზადებთ თვითონ ხინკალს.